მამუკა, ოჯგუა, შებ, მზარეული. საყვარელი ინგრედიენტი, რომელსაც ხშირად იყენებ? კაი შეკითხვაა. საყვარელი ნიგოზი, რა თქმა უნდა. საერთოდ ქართულ სამზარეულოში ნიგოზს უკავია ძალიან დიდი ადგილი. არის ბევრი რაღაცები, მაგრამ მე მაინც შემებურად რაღაც აი ნიგოსთან ვარ შეყვარებული. საქსივი. საქართველოს რომელი კუთხის სამზარეულოს გამოარჩევთ და რატომ? ჩემი კუთხის სამზარეულო, მაინც როგორც იქაური ადამიანი, იქ დაბადებული, იქიდან წამოწყებული ეს ყველაფერი. ჩემი მეგრული სამზარეულო არის ჩემი ყველაფერი. თქვენი პირველი კერძი. ჩემი პირველი კერძი ეს იყო ბავშვობაში, ეს ხაჭაპური რა თქმა უნდა. 12 წლის ვიყავი, 10 წლის. ჩემი ხელით გამიკეთებია და გამომიწვია, დამიგემოვნებია. არის თქვენი მთავარი შეფასებები? არიან ადამიანები, რომელიც აფასებენ ჩემს ხელოვნებას, მაგრამ მე მაინც ყურადღებას ვაქცევ სტუმარს. მოხმარებელს. თქვენი რეაქცია, როდესაც გახვედრია? მოხა ქება ყველას მოსწონს, მაგრამ ესეც ზომებში უნდა იყოს სხვათა შორის, ზედმეტი ქება არ არის მაინც სასურველი. რას გამოხატავთ წყობილებიდან სამზარეულოში? ძალიან მაბრაზებს უხარისხო პროდუქტი. სიმღერა, რომელსაც ხშირად უსმენ და ვიღინებ. ჩემი საყვარელი სიმღერები ყველა ქართულია. აქედან დიდ პატივს ვცემ შენმა სურვილმა დამლია. 10 წლის შემდეგ სახედავთ თქვენს. ახლა მე ვარ 46 წლის ადამიანი. 10 წლის შემდეგ, გავხდები 56-ის, ხო, გასაგებია ისედაც არ ვაპირებ ფარხმალის დაგდებას. უნდა ვიყო სამზარეულოში, სანამ პენსიაზე არ გავა. კერძი, რომლის ჭამის ხასიათზეც სულხარ. ხაჭაპური მიყვარს. უზომოდ ხაშლამას ვცემ პატივს დიდს. გამოგიტყდით. კერძი, რომელსაც მეორე აღარასდროს აღარ გასინჯავ. მე მეორეჯერ არ გავსინჯავ სიყვაზე სუშის. ბოლო დღე რომ იყოს დედამიწაზე, რომელ ქალაქში ისადილებდით და რას მიიღეთ? მე ვისადილებდი ჩემს სცენაში, სადაც მე დავიბადე, სადაც გავიზარდე და საიდანაც აი ეს წამოიწყე ყველაფერი. ჩემს უძველეს რესტორანში, სადაც მე დავიწყე. ის, რაც ყველაზე ძალიან მოგწონთ თქვენს თავში. საქმის სიყვარული, პროფესიის სიყვარული. სტიმულს გაძლევთ? როცა სამსახურში არის ღიობით მუშაობა, გამართული მუშაობა, მომხმარებელი მაყოფილი, სტუმარი მაყოფილი, ანუ ეს ყველაფერი სტიმულია ამ სფეროში. ესე მიმაჩნია. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდათ? ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა გამختარიყავი მზარეული. მოგეხსენებათ, რომ გავხდით მზარეული. პირველ არხთან მექნებოდა ჩართვა, მაგრამ მივახციეთ ამასაც. უარს ვერასოდეს ვერ ვიტყვი ქართულ პურმარილზე, კეიფზე და ამ ყველაფერზე, რასაც ქართული ქვია. ამაზე ვერ ვიტყვი ვერასდროს უარს. მზარეული უნდა იყოს შინაგანადაც, ყოველთვის კარგ ხასიათზე, ყოველთვის მომღიმარე, მთელი სული და გულით უნდა იყოს ჩაქსოვილი კერძთან, რომ ის გამოგივიდეს კარგი და გემრიელი და ხარისხიანი. დავხდეთ თქვენნაირ გემრიელ ხალხს და მოგიმზადოთ ყოველთვის, აი ესეთი კაი რაღაცეები. ამისთვის ვიქნები ყოველთვის მზად. სამზარეულო არის ხელოვნება, ბატონებო, მოგეხსენებათ, ჩვენ მომამზადეთ დღეს დადიანური სამარხო დაფა, ჩვენ ასე შევარქვით. აქ არის რამოდენიმე კერძი. მივეცვათ გემრიელად.